Ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარემტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას ივანიშვილის რეჟიმად მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინონ. ამგვარი გზავნილები მოვისმინეთ შაბათის და გუშინ გამართულ სატელევიზიო დებატებზეც, რის შემდეგაც გადავწყვიტე ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩემი პოზიცია გავამეხადა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. რამდენჯერმე თქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა. გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა. 2012 წელს ქართულმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი. მას შემდეგ 14 წელიწადზე მეტი გავიდა და ეს ნდობა კიდევ უფრო გამტკიცდა ისევ და ისევ იმით, რომ ამ ურთულეს წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა და უკომპრომისო პატრიოტიზმმა საქართველოს მრავალი ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა მისცა. ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების გამტკიცება. ამ ფონზე ქვეყნის გარემტრებისა და მათი ადგილობრივი აგენტურის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქვეყანაში ერთმართველობაა დამკვიდრებული, სრული სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხყოფელია. სწორედ ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია იმის განმარტება, თუ როგორია დღეს ერთი მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტების და მეორე მხრივ ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის მართვის პროცესში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი. სწორედ ამ მოცემულობით წარსდგა მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამ მოცემულობით მიიღო მან მყარი ნდობა ქართული ხალხისგან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება. საქართველოს მთავრობა ქვეყნის მართვას ახორციელებს იმ კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შესაბამისად, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო საქმიანობაში ზედმეტად არ ერევა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულმა გამოცდილებამაც დაადასტურა. ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებითად არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად, მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად სარგებლობ მის რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარესქმა პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი იქნებოდა. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ის უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივსცემს, შესაბამისად გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მშელობის საფუძველზე ყალიბდება. იმასაც ღიად გეტყვით, რომ ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მშელობისას ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა. კიდევ ერთი გარემოება, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისთვის არასოდეს უსარგებლია. ვერავინ მოიტანს ვერც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო. იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია. მისი დამოკიდებულება კორუფციის მიმართ უკომპრომისოა. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლოს მას პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება კორუფციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მიაღებინა.
2023 წლის დეკემბერში პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას მან გააკეთა მკაფიო მინიშნება კორუფციის პრობლემის შესახებ და სწორედ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ გახადა შესაძლებელი სწრაფად გვემოქმედა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც მმართველობის ზედა დონეზე დღეს უკვე სრულად არის აღმოფხრილი. პოლიტიკაში უამრავია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებს ქვეყნის სიკეთეს სახლში მიაქვთ. ბიძინა ივანიშვილი კი ამის სრულიად საპირისპირო მაგალითია, რაც მან როგორც მრავალმილიარდიანი მეცენატური საქმიანობით, ისე პოლიტიკური ქველმოქმედებით მყარად დაამტკიცა. ყველას კარგად მოიხსენება, რომ ქვეყნის ინტერესების პრინციპულად დაცვის გამო მის მიმართ ამოქმედდა ჯერ დე-ფაქტო, ხოლო შემდეგ დე-იურე სანქციები, რომლებიც მის ოჯახსაც დიდ უხერხულობას უქმნის. თუმცა ვერც ერთმა სანქციამ ვერ აიძულა ვერც ის და ვერც მისი ოჯახი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგათ. ესეც არის უანგარო პატრიოტიზმის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რომელიც მუდმივად თანსდევს ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ. მათ აქვთ დაუკვირვებელი სურვილი ქვეყანა დააბრუნონ იმ რეალობაში, რომელიც 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა. ეს იყო უცხოური აგენტურის მმართველობა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეკეტი, მედიის თავისუფლების გაუქმება, ომი, გრევა და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოუტანა. არანაკლებ ძიმეა უცხოური აგენტურის მმართველობის შედეგები ევროპის ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და მედიის თავისუფლების დაკნინების, ეროვნული და რელიგიური იდენტობის დასუსტებისა და ეკონომიკური სტაგნაციის მთავარი მიზეზი სწორედ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაკარგვაა. ერთ დროს სამაგალითო ევროპულ ქვეყნებში დღეს უმძიმესი ტენდენციებია, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ მათი ხელისუფლებები არა საკუთარ ხალხებს, არამედ გარე ძალებს ემსახურებიან. ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზი სწორედ ამას უკავშირდება. მან ქართველი ხალხი გაათავისუფლა აგენტოკრატიისგან და მას დაუბრუნა ის, რაც ეკუთვნოდა დემოკრატია და არჩევნების უფლება. დასასრულს კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რაც არაერთხელ მithქვამს. ის რომ დღეს საქართველო ინარჩუნებს 14 წლიან უწყოთ მშვიდობას. ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. ქვეყანას აქვს ძლიერი დემოკრატიული სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები. ადამიანზე ზრუნა სახელმწიფოს მთავარი სახელმწიფო პრინციპია და საქართველოს ეკონომიკას სწრაფი ტემპით იზრდება, პირველ რიგში არის სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. შესაბამისად, ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და გამტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი. დიდი მადლობა. თუ არის შეკითხვები, სადარგი პასუხობთ. გესალმებით, ტელეკომპანია იმედი, ნინო არღულიანი ბატონ პრემიერო, პირველ რიგში ამ საკითხთან დაკავშირებით გითხავთ, თქვენ თქვით, რომ 2012 წლამდე პერიოდს უნდათ, რომ საქართველო დაუბრუნდეს. ვინ არიან ეს შიდა და გარე აქტორები და კონკრეტულად რა რეალობა და მოცემულობა სურთ მათ ჩვენს ქვეყანაში? ამაზე ხშირად გვისაუბრია. ეს არის ის ძალა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, ამერიკაში მათ უწოდებენ Deep State, სხვა სახელწოდებებით შეიძლება გქონდეთ. ეს არის გლობალური ძალა. და თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს ამ არაფორმალური გავლენების ქვეშ და ასე მოქმედებდა წინა ამერიკული ადმინისტრაციაც. იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია მთლიანად გათავისუფლდება ეგრეთ წოდებული Deep State-ის გავლენებისგან. სამწუხაროდ ასეთია დღეს რეალობა და ეს არ არის ახალი მოვლენა. უკვე 2012 წლამდეც კი და 2012 წლიდან გამუდმებით უწევდა ჩვენ პოლიტიკურ გუნდს ამ გამოწვევებთან გამკლავება. 2012 წლიდან მოყოლებული თქვენ გახსოვთ, რომ არ ნელდებოდა დეზინფორმაციის კამპანია ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არ დაწყებულა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გამუდმებით ჩვენ გვიწევდა ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ეს იყო აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა, რომლის სათავეში დგას ისევ და ისევ ის ძალა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. ეს არის ის ძალა, რომლის კარნახითაც გაჩაღდა არაერთი ძალიან მასშტაბური ომი სოფლიოს მასშტაბით. და კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ ევროპული ბიუროკრატია თავისდან ბოლომდე სამწუხაროდ მოქმედებს სწორედ ამ ძალის, არაფორმალური ძალის გავლენის ქვეშ და ამის შედეგია ის ტენდენციები, რასაც ხედავთ ჩვენ ევროპის მასშტაბით, ხომ? მათ შორის ეკონომიკაზე ხშირად გვისაუბრია.
ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30%, ახლა არის 17.9%. რომ არა ეს არაფორმალური გავლენები და რომ არა სუვერენიტეტის დაკარგვა იმ სივრცეში, რასაც ქვია ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ასეთი მძიმე ეკონომიკური ტენდენციები არ იქნებოდა. და ასევე სხვა მიმართულებითაც, თქვენ იცით, როგორ იდეოლოგიას ავრცელებენ კონკრეტული ძალები, ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ იდეოლოგიას, რითაც ისინი ცდილობენ ქვეყნებს დააკარგინონ რელიგიური იდენტობა, ეთნიკური იდენტობა, ადამიანებს აკარგვინებენ პიროვნულ იდენტობას, ეს არის ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი და აქაც ხედავთ სრულ კოორდინაციას. და იგივე ძალები უპირისპირდებიან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს 2012 წლიდან და კიდევ უფრო გამძაფრდა ეს დაპირისპირება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როდესაც კონკრეტულ ძალას, გლობალურ ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირ ინტერესი საქართველოს ჩართულიყო ომში და საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. ამის შემდეგ ჩვენ ხედავთ ზეწოლის, შანტაჟის პირდაპირ მცდელობებს, გამუდმებულ მცდელობებს, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ისინი მიზანს ვერ აღწევენ და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ამაშიც, რა თქმა უნდა, წამყვანი როლი აქვს ბატონ ბიძინაიაშვილს. რამდენიმე კითხვა მაქვს სხვა თემებთან დაკავშირებით. პირველი კითხავთ, გამჭვირვალობის რეიტინგით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოებს. რა საჩვენებს ეს კვლევა თქვენთვის და რა ტიპის პასუხია თქვენი მთავრობის კრიტიკოსებისთვის? ზოგადად ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე რეიტინგებზე, ინდექსებზე. ყველა ობიექტური შეფასებით საქართველოს არის აბსოლუტური ლიდერი პირველ რიგში კანდიდატ ქვეყნებს შორის და ასევე თქვენ იცით, რომ რეიტინგების უმეტესობაში ჩვენ უსწრებთ ხოლმე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა, სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოში ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყანას აქვს გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, რის შედეგიც არის ის, რომ საქართველოს არის პირველ ადგილზე არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში მთლიანად ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგია ის რეიტინგები და ინდექსები, რომლებსაც აქვეყნებენ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები. და კითხავთ, რამდენიმე წუთის წინ საქსტატმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლის მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაზრდილია. რას გვეტყვით ამაზე, რას აჩვენებს საინვესტიციო გარემოს მიმართულებით? გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც არის ასევე ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. გამუდმებით იზრდება ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ. თქვენ იცით, რომ ძალიან მსხვილი ინვესტორები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში. არაერთი ასეთი ფაქტი იყო გასული თვეების განმავლობაში და რა თქმა უნდა ეს პირდაპირ აისახება საბოლოო ჯამში იმ ფინანსურ მონაცემებზე, რომლებსაც აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. რა თქმა უნდა მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და რა თქმა უნდა უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ასევე მაქვს კითხვა საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით დაწესებულ ჯარიმებზე. მოვისმინეთ გუშინ უმრავლესობის ლიდერის განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით. თქვენ რა პოზიცია გაქვთ შემსუბუქების ნაწილში? მეც მსგავსი პოზიცია მექნებოდა. ჩვენ მათ შორის მუდმივად ვაგვირდებით სტატისტიკას და იმას თუ რა გავლენას ახდენს მაგალითად ჯარიმების ზრდა სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. ჩვენ დავაკვირდით გასული თვეების მონაცემებს, გასული დაახლოებით 1 წლის მონაცემებს და ვნახევთ, რომ პირდაპირი კორელაცია გასულ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ არ არის. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები პირთა დაწვება, რა თქმა უნდა, პირდაპირ მოსახლეობას აბსოლუტურად შეგვიძლია განვიხილოთ ასეთი ვერსია ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით უნდა ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტთან ერთად. და ასევე ერთი კითხვა მაქვს, დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34 წლის თავთან დაკავშირებით ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ ურთიერთობაში გადავიდა. რას ნიშნავს ზოგადად ეს და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან ჩვენი თანამშრომლობა? ეს არის ის საკითხი, რაც საგანგებო სამთავრობო ბრიფინგსაც იმსახურებს. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. თქვენ იცით, რომ დაახლოებით 3 წლის წინ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და ეხლა უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი. ამ 3 წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა
ორხრივი ურთიერთობებისთვის ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული, მათ შორის ორხრივად იცით რომ ვიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირ ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს უკვე რაც უზრუნველყოფს მეტმობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის და ასევე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ეს მოიტანა 3 წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ და ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის ყოვლისმოცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ბუნებრივია ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი. მოგესალმებით ბატონ პრემიერო, თემატურად რომ გავაგრძელოთ ჩინეთზე, გუშინ წარმომადგენლობითმა პალატამ ხარი დაუჭირა კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტს, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი ჯო ვილსონი არის, კარგად ნაცნობი, მან განცხადების დონეზეც კიდევ ერთხელ თქვა და გააკრიტიკა როგორც საქართველოს ხელისუფლება, ისე ღიად ისაუბრა ჩინეთის, ასე ვთქვათ, ნეგატიურ გავლენაზე, პირდაპირ შეურაცხყოფელი განცხადებების გააკეთა ჩინეთის ხელისუფლების მიმართ, ასევე სი ძინპინის, ირანის, რუსეთის და დაადანაშაულა საქართველოს იმაში, რაზეც არგუმენტი ამ დრომდე არ წარმოუდგენია არავის. რას ნიშნავს ვილსონის მხრიდან მორიგი მსგავსი სახის განცხადებები და ეს აქტი იმ ფონზე, როდესაც თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სი ძინპინს მეგობარს უწოდებს და ევროპელი ლიდერები ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ჩადიან ჩინეთში და სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ ამ ქვეყანასთან. ჯო ვილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი ყველა თვალსაზრისით და არ ვიცი მე მგონი არავინ აღიქოს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში. ის წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას და თქვენ იცით რომ პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს გააღრმავოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან. მას ჰქონდა ცოტა ხნის წინ ვიზიტი ჩინეთში, თქვენს აღნიშნეთ რომ მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს. ამ ფონზე, როდესაც გამოდის რაღაც ჯო ვილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია, ეს მე მგონი რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არ ემსახურებს. ბატონ პრემიერო, რომ გავაგრძელოთ სხვა პოლიტიკური თემებით, დაპირისპირება ოპოზიციაში, რომელიც შიდა დაპირისპირების ფორმით ყოველდღიურად კიდევ უფრო მწვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნახეთ, ასე ვთქვათ, ახალი ალიანსის შექმნის მცდელობა, საუბარი იმაზე, რომ აქ ყველა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ეგო გვერდზე იყო გადადებული და რაღაც ახალი უნდა შექმნილიყო, მუდმივ დაპირისპირებას ვხედავთ, რას აჩენს ეს ყველაფერი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და თქვენთვის როგორც მმართველი გუნდისთვის, ასე ვთქვათ, რას აჩვენებს პოლიტიკურ სივრცეში? ნებისმიერი ასეთი შიდა დაპირისპირება არის სისუსტის შედეგი, როგორც ორგანიზმი მთლიანად სუსტდება იმუნიტეტის აქვეითების პირობებში, ასეთი რაღაც დაემართა რადიკალურ ოპოზიციას, რაღაც რადიკალიზმი გამოდის, არც რაიმე სხვა. ეს არის სისუსტის გამოვლინება, ხო? ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და შესაბამისად ეს თავს ავლენს როგორც ასე ვთქვათ დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის შემდგომი გამტკიცებისთვის. ასე უნდა გაგრძელდეს პროცესები. ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში რა თქმა უნდა არ არის. შესაბამისად მნიშვნელოვანია ეს პროცესები გაგრძელდეს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც აქამდე გრძელდება. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ნაწილი საპროცესო, ასე ვთქვათ, გარიგებას აფორმებს, მათ აღიარეს ნაწილმა ბრალი, შესაბამისად ფორმდება ეს ამ სახის საპროცესო გარიგება, რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი ხელისუფლებისთვის და რისი ნიშანია კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ და პროცესი შეიძლება გაგრძელდეს თუ არა, ასე თუ კი აღიარება მოხდება მართლაც დანაშაულის. რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ეს განცხადება, თუ იქნება სინანული აღიარება, რაც ვიხილეთ კონკრეტულ შემთხვევებში 4 ოქტომბრის საქმეზე, ბუნებრივია ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება. არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში, მათ მიმართაც ჩვენ რეაგირება გვექნება შესაბამისი. თუ იქნება სინანული აღიარება, რატომ? იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის, იმისათვის რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. თქვენ იცით რომ სახელმწიფომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ზომები, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას, დასტაბილურებას. მათ შორის ეს იყო ის, რომ სამართალი სათანადოდ აღსრულდა რევოლუციის შემთხვევებთან დაკავშირებით, ხო? 30-ზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული 4 ოქტომბრამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის, ასევე 4 ოქტომბერზე სათანადო რეაგირებას მნიშვნელოვანი იყო პრევენციისთვის. ბუნებრივია სახელმწიფო უნდა დადგეს თავის ადგილზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჰუმანურობაც არის ის, რაც სახელმწიფო ხელისუფლებამ უნდა
გამოავლინოს სათანადო პირობების არსებობისას და ესეც არის ჩვენი ჰუმანური მიდგომის გამოხატულება. კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ეს პირობა, თუ ვინმე გამოხატავს სინანულს, თუ ვინმე აღიარებს საკუთარ დანაშაულს, რა თქმა უნდა, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება, ანუ მოიქცევით ისე, როგორც მოიქცეთ ამ კონკრეტული პატიმრების შემთხვევაში და ძალიან კარგია, რომ მათ აღიარეს დანაშაული, მათ გამოხატეს სინანული. ეს არის სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანი და ეს არის პირადად მათთვისაც მნიშვნელოვანი. ორ კითხვასაც დაგისვავთ. 11 ივნის, როგორც ვიცი, ცნობილია ბრიუსელში ჩანიშნულია შეხვედრა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციის დღის წესრიგი შექმნა ამ საკითხმა. რა მოლოდინები გაქვთ და თქვენი გუნდის წევრები გუშინ ამბობდნენ, რომ ეს არის მორიგი, ასე ვთქვათ, შანტაჟის მცდელობა ვიზა ლიბერალიზაციის თემით საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის დასჯის, ასე ვთქვათ, მორიგი მცდელობა და დაანონსება. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს და რა მოლოდინი გაქვთ 11 ივნისთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ეს ასეა, ეს არის შანტაჟის მცდელობა, თუმცა იმდენად გაუფასურდა ყველა ეს მცდელობა მთელი ამ წლების განმავლობაში, იმდენად დაკარგა ფასი ასეთ მოქმედებებმა, რომ ხედავთ ხალხი საერთოდ აღარ რეაგირებს ამ ყველაფერზე. მანამდე ხალხს ჰქონდა განსხვავებული რეაქცია, უფრო მძაფრი რეაქცია შანტაჟის მცდელობებზე. ახლა საზოგადოება აღარ რეაგირებს, იმდენად გაუფასურდა ასეთი მცდელობები ქართული საზოგადოების გადმოსახედიდან. ნუ რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს, როდესაც ქართულ ხალხს ემუქრებიან ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით, ირიბად ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ ძიმე მდგომარეობაზე, რაც არის თლიანობაში შექმნილი ერთი მხრივ ევროპულ ბიუროკრატიაში და მეორე მხრივ ადგილობრივ აგენტურაში. ძიმე ვითარება ისინი, რა თქმა უნდა, ხალხს ესეწოლით, ვერავითარ და მუქარით, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ჩვენს გარშემო. აქედან გამომდინარე, შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაჭირს. ბოლო კითხვას დავსვავ სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ეუთოს წარმომადგენლობის მხრიდან საკმაოდ მძიმედ შეფასდა. მე მესმის, რომ თქვენ სომხეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით და არჩევნების შედეგებზე შეიძლება არ ისაუბროთ, თუმცა გაკეთდა განცხადებები ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მხრიდან, რომ მსგავსი სახის დარღვევებით და ძალადობით არჩევნები არასდროს არ ჩატარებულა სომხეთში. ამასთან დაკავშირებით სხვა სახის განცხადებები იგივე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენ არ მოგვისმენია, არც საქართველოში გაკეთებულა ოპოზიციის მხრიდან რაიმე შეშფოთების გამომხატავი ასე ვთქვათ განცხადება. როგორ უყურებთ პროცესს, რომელიც ამ ყველაფერს თანსდევს? ეუთოს მისიის ხელმძღვანელის განცხადება და ის გამოხმაურებები, რომელიც ჩვენ ნახეთ საქართველოსთან დაკავშირებით რა იყო და დღეს სომხეთთან საერთოდ არაფერი არ გვსმენია. მე არ მინდა შევიდე ამ საკითხში, რა თქმა უნდა ეს არის სადამკვირვებლო ორგანიზაციების ფუნქცია, ისინი აფასებენ არჩევნებს, ეს არის მათი საქმე და მათი და კონკრეტული ქვეყნის ურთიერთობის საქმე. შესაბამისად მე საერთოდ არ შევალ ამ საკითხებში, ზოგადად აქ სომხეთზე არ ვსაუბრობ, თქვენ იცით რომ ორმაგი სტანდარტები ევროპული ბიუროკრატიისთვის არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. რაც შეეხება სომხეთს, მე ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერ ნიკოლ პაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველოს სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე და მე ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება. მე მქონდა მყისიერად ზარი ბატონ ნიკოლ პაშინიანთან, მიულოცე მას არჩევნებში გამარჯვება და რა თქმა უნდა გამოთქვი იმედი და სურვილი, რომ მომდენო 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვიზრუნოთ ჩვენი ორხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პირადად პრემიერ ნიკოლ პაშინიანის როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში არის განსაკუთრებული და მადლობა მას ამისათვის. გამარჯობა. ბატონო ირაკლი, ამ ბრიფინგზე მინდა გკითხოთ, ქვეყანაში ერთმართველობაზე თუ ერთი კაცის მართვის მოდელზე, ერთპიროვნულ მმართველობაზე ამ დრომდეც ბევრჯერ გაგიგიათ ალბათ, თუმცა გუშინდელი დებატების გამოხმაურება გადაწყვეტეთ ბრიფინგით. ეს თქვენი სურვილი იყო თუ ეს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული გადაწყვეტილებაა? მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. ეს არ იყო მარტო გუშინდელი დებატები, იყო შაბათის დებატებიც, ანუ მე მქონდა დაგეგმილი ეს ბრიფინგი მანამდეც, ვიდრე გუშინდელი დებატები შედგებოდა. რაც შეეხება ამ საკითხს, ბუნებრივია დიდი ხანია გვესვრის საუბარი ერთმართველობაზე, ავტოკრატიაზე და ამ შემდეგ ივანიშვილის რეჟიმზე ეს ტერმინები გამოიყენება, თუმცა როცა ფაქტებით საუბრობთ, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გვიპირისპირებენ. მთავარია ფაქტები. ყველაფერში მთავარია ფაქტები. აქედან გამომდინარე, მე დღეს გადავწყვიტე სისტემურად ფაქტებით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ის, რაც არის რეალობა. და ფაქტებით ამბობთ, რომ ის ჩართული არ არის.
ფაქტებით ამბობთ, რომ მას აქვს ფორმალური პოზიცია პარტიაში. ხანდახან არის ხშირად იმართება შეხვედრები, საკვანძო საკითხები განიხილება, თუმცა არ ერევა საკადრო გადაწყვეტილებებში და რჩევებით შემოიფარგლება ხოლმე თქვენთან. აი ამ ბრიფინგზე ეს ბრიფინგი მასთან შეთანხმებულია. არა, ეს ბრიფინგი ჩემი ინიციატივით და გადაწყვეტილებით ჩავატარე. და ახლა ტელევიზიით გაიგებს თუ მანამდე გქონდათ კომუნიკაცია? ბატონი ბიძინავანიშვილი მოისმენს იმ ბრიფინგს, რომელიც დღეს ჩავატარე, ხო? კიდევ ერთხელ ეს იყო ჩემი ინიციატივა, როგორც თავრობის მეთაურმა მე ჩავთვალე თავი ვალდებულად საზოგადოების წინაშე, რომ განმემართა მართლობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებას განუმარტე მკაფიოდ ის, რომ საქართველოში პროცესები იმართება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად, ასევე საზოგადოებას განუმარტება ბატონი ბიძინავანიშვილის როლი, რომელიც არის კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომლის რჩევებსაც აქვს მთელი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. მან ამ წლებით აჩვენა გუნდსაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ მის რჩევას აქვს განსაკუთრებული ფასი და სწორედ მისი პირადი კომპეტენციის შედეგია ის, რაც საქართველოს აქვს დღეს. კიდევ ერთხელ ეს არის უწყვეტი მშვიდობა, ხო, 14 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რამაც მიცა ქვეყანას განვითარების საშუალება, ის რომ დღეს დემოკრატია ქვეყანაში და ის რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული, თქვენ გახსოვთ რა ვითარება იყო 2012 წლამდე, ხო? ესეც არის პირადად მისი დამსახურება, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ესეც არის მისი დამსახურება, მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურება. აი როცა გესაუბრებიან ხოლმე ერთ მმართველობაზე თუ ერთ პიროვნულ მმართველობაზე და თქვენ პრემიერ-მინისტრი საუბრობთ ბიძინავანიშვილზე, რომელიც სტაბილურობის გარანტია 14 წელია საქართველოში, პირიქით ხომ არ ამტკიცებთ ამას, ან პრემიერი მართავს ბრიფინგს კერძო პირზე, რომელსაც აქვს საპატიო თავმჯდომარის პოზიცია პარტიაში და ამბობთ, რომ ქვეყანა რომ ახლა მშვიდობაა ქვეყანაში, ეს არის მხოლოდ იმ ადამიანის რასანებთ? არა, რასანებთ? მე აღვნიშნე ბრიფინგზეს და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ დღეს თავრობაში პროცესები წარიმართება კონსტიტუციური წესების შესაბამისად. იგივე ხდება პარლამენტში და იგივე ხდება ყველა კონსტიტუციურ ორგანოში. ამასთან ერთად ბატონი ბიძინავანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ის არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. და ასევე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, 2024 წელს როცა ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ამ მოცემულობით წარვზეგით საზოგადოების წინაშე. ამ მთელი ეს კონფიგურაცია საზოგადოებამ იცოდა, ვინ იქნებოდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ იქნებოდა მთავრობის ხელმძღვანელი, ვინ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და შესაბამისად ამ მოცემულობას მიანიჭა პირდაპირ მანდატი და პირდაპირ ლეგიტიმაცია ქართულმა ხალხმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ჩარჩოებში მოქცევებული და ეს ჩარჩოები არის კონსტიტუციური ჩარჩოები. ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ამასთან დაკავშირებით ობიექტურად ვერავითარი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, უბრალოდ არიან ადამიანები, ძალები ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, რომლებიც არიან მტრულად განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ და რომლებსაც აღიზიანებთ ბიძინავანიშვილის აი ეს როლი, რასაც ქვია სუვერენიტეტის გარანტიის როლი და ამ როლს ის ასრულებს. მას შემდეგ, რაც ჩაერთო პოლიტიკაში 2011 წელს, როცა ბიძინავანიშვილი ჩაერთო პოლიტიკაში, ქვეყანას სუვერენიტეტი არ ჰქონდა. ქვეყანას მართავდა ადგილობრივი აგენტურა, უცხოური ძალების აგენტურა და ამ აგენტურამ რა მოუტანა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ქვეყანას, ხო? ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, 2 ისტორიული რეგიონის ოკუპაცია, ამან კი მადლობა რომ აღიარებთ. ანუ არ აღიარებთ რომ 2012 წლამდე ასეთი რეჟიმი მოქმედებდა? ანუ 20% რო ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას. რა? ხარ გეკადრებთ? კარგი, ამაზე შორს დაგვრება საუბარი. მე მინდა გითხოთ ისევ ბიძინავანიშვილზე, როცა საუბრობთ რომ გარეთ-ძალები თუ ანგორები არიან, ვინც ცდილობს ქვეყნის ომში ჩათრებას და მათ შორის ბიძინავანიშვილთან დაკავშირებით ჰქონდათ ასეთი თხოვნები, უშინაც ისაუბრეთ ამაზე დებატებში. თუ ერთის მხრივ ბიძინავანიშვილის სტაბილურობის გარანტია, მაშინ რატომ შეიძლება გარეთ-ძალა მას თხოვდეს პოლიტიკაში დაბრუნებას ომში ჩასატარებლად? ლოგიკას არა, იყო ერთ ზომით. იყო დროის კონკრეტული მონაკვეთი, როდესაც ბიძინავანიშვილი გასული იყო პოლიტიკური პროცესიდან. დროის კონკრეტული მონაკვეთი, ეს იყო მათ შორის 2022 წლის მარტი-აპრილის თვეებიც,
ის იყო გასული პოლიტიკიდან. და მასთან მივიდნენ ამ თხოვნით თუ მოთხოვნით, რაც გინდათ დაარქვით, რომ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და მიზანი ჰქონდათ კონკრეტული, იმიტომ რომ ამას წინა ისტორია ჰქონდა, ამ შეხვედრას ჰქონდა კიდევ ორი შეხვედრის წინა ისტორია. დარჩენი ხო, ანუ ორი შეხვედრა, ერთს მე ვესწრებოდი, მეორეს არ ვესწრებოდი, მაგრამ არ იყო, ეს ორი შეხვედრა არ იყო ბატონ ბიძინაიანიშვილთან, მესამე იყო მასთან, მაგრამ მესამე შეხვედრის წინა ისტორია იყო ორი შეხვედრა. სადაც პირდაპირ დააყენეს ომში ჩართვის საკითხი კონკრეტულმა ადამიანებმა. ამას მოყვა მე მესამე შეხვედრა, როდესაც ბიძინაიანიშვილს მოთხოვეს პოლიტიკაში დაბრუნება. ხა თავად განსაჯეთ, ვინ ცდილობს არაფორმალურად ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში და ვინ არა. არაფორმალური ჩარევა ერთია და ომში ჩათრევის. ვინ ეკითხება უცხო ძალას, ვინ შემოვა პოლიტიკაში და ვინ არა. ვინ ეკითხება უცხო ძალას, როდესაც ამ მოთხოვნით მიდის. არა, ერთს ნახეთ. მათ ვერ მიაღწიეს. გეტყვით. კონკრეტულმა ძალამ ვერ მიაღწია იმ ორ შეხვედრაზე სასურველ შედეგს და სასურველი შედეგი იყო მეორე ფრონტის გახსნა და ამის შემდეგ, როდესაც აქ ვერ მიაღწიეს, ბოლო იმედის, ასე ვთქვათ, ნაბიჯს მიმართეს და მოთხოვეს ბიძინაიანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება გუნდზე ზემოქმედებისათვის. იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინაიანიშვილი იყო ქართული ოცნების დამფუძნებელი და შესაბამისად ბუნებრივია მის სიტყვას განსაკუთრებული წონა ჰქონდა მაშინაც, ისე როგორც დღეს გუნდისათვის ხომ. ამის გათვალისწინებით ისინი მივიდნენ ბიძინაიანიშვილთან, რომელიც გასული იყო პოლიტიკური პროცესიდან და მოთხოვეს. ეს არის ზუსტად არაფორმალური მართლობა და არაფორმალური გავლენა, ხო? ვინ ეკითხებოდა უცხოურ ძალას, ბიძინაიანიშვილი შემოbrunდებოდა პოლიტიკაში თუ არ შემოbrunდებოდა, ხო? ზუსტად ეს არის სინამდვილეში, აი ეს არაფორმალური გავლენის ცდელობა, არაფორმალური ძალა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ რომის პარტიას, ამერიკელები უწოდებენ deep states. არა. პარტიის თავმჯდომარე ვიყავ. ორი შეხვედრა გაიმართა და რომელიმე თქვენ საუბრობთ შეერთებულ შტატებზე. არა. არ დავაკონკრეტოთ ეს. არ დავაკონკრეტოთ ვინ იყო მოსული. არა, ის საუბარი იყო სხვა შეხვედრაზე. ამ ორ შეხვედრაზე მე არ ვაკონკრეტებ შეგნებულად. შეიძლება იყო ამერიკა, შეიძლება არ იყო, შეიძლება სხვა ვინმე იყო, მაგრამ არ ვაკონკრეტებ შეგნებულად ამას. დღესაც არ ვაკონკრეტებ ვინ იყო მოსული პირველ და მეორე შეხვედრაზე. სადაც პირდაპირ იყო რაღაცებს ურთქილდებით. რომ ეს ქვეყანა ჩვენთვის ეს არ იყო ქვეყანა. ჩვენთვის ეს არ იყო ქვეყანა, ჩვენთვის ეს იყო გლობალური ომის პარტია და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ გაღრმავდა პრობლემები ჩვენი ქვეყნისთვის, იყო ის, რომ ჩვენ არ დავასახელეთ შესაბამისი ადამიანი. კარგი, კითხავთ თუ შეიძლება ერთი კითხვა მინდა და ჯო ვილსონზე წარმომადგენელი. საზრი დაკარგა. მიიღეს ეს კანონპროექტი ჯერ არ ვიცით ბოლომდე გავა თუ არა, თუმცა აი არასერიოზულ კაცად წარმოაჩენს ჯო ვილსონს, ვიღაც ჯო ვილსონი, ესეც თქვით, ეს კანონპროექტი რომ გავიდეს ბოლოში და გარდა ამისა გეტყვით, რომ ის შინაარსი რაც ამ კანონპროექტში ასევე ავტორიზაციის აქტშიც ჩაიწერა და ისიც არის პირველ ეტაპზე მიღებული. რას დაადგენს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში და შეუწყობს თუ არა ხელს, რომ ეს საქმიანობა სრულყოფილი იყოს? კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ჯო ვილსონი არის აბსოლუტურად არასერიოზული კაცი, ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, გვაქვს კონკრეტული საუბრები და გვაქვს იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს და შედეგი უნდა იყოს რა? სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განახდება, ჯო ვილსონი არის არასერიოზული კაცი. ჯო ვილსონთან ფრონტერა ცდილობს თქვენ სასარგებლოდ ურთიერთობის დაალაგებას. ამაზე რას ვეთქვით? იმიტომ რომ ეს საინტერესოა, ფრონტერაზე ადრეც იწერებოდა, იწერს ამას, ადრეც იწერებოდა, რომ ის ცდილობდა თქვენს ლობირებას შეერთებულ შტატებში. ახლა ფრონტერას დამფუძნებელი წერს ჯო ვილსონს, რომელიც თქვენ გაკრიტიკებთ, რომ იქნებ როგორმე ურთიერთობა შტატებსა და საქართველოს შორის დაალაგდეს და ჯო ვილსონთან სულ შეთანხმება. მე ჯო ვილსონზე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი. ეს არის ჩემი პოზიცია. საერთოდ არ დავხარჯავდი დროს ჯო ვილსონს.
კავშირებში ხართ? არა. პირიქით, ნახეთ გეუბნებით, რომ ჩვენი რჩევა ამ კომპანიის მიმართ, რომ ჯო ვილსონზე საერთოდ არ დავხარჯავდით დროს. ჯო ვილსონი არის კონგრესმენი, რომელსაც აქვს კანონპროექტები, რომელსაც ეთანხმება სახელმწიფო მდივანი იმ პრობლემებზე საუბრის დროს, რაც ეხება საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობებს ჩინეთთან და რუსეთთან. ჯო ვილსონი არის არასერიოზული კაცი, რომელიც საქართველოს უწოდებს პროირანულს, პროჩინურს, კიდე რაღაცები იყო გამახსენეთ, ხო პრორუსულს ხო ადრე იძახდა და ეხლა პროირანული გახდეთ. შეიძლება ასეთი კაცი სერიოზულად მიიჩნიოს ვინმე, რომელიც გამოდის და საქართველოს უწოდებს პროირანულ ქვეყანას. ხო არასერიოზულია. არასერიოზული კაცია ვიღაცა, არასერიოზულია. კაცი რომელიც რომელიც გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პროირანული, რა შუაშია? აი ხო რამდენად არასერიოზულია ხო ხედავთ? აი ესეთი არასერიოზული რამე შეიძლება იყოს? თქვენ ხო ხედავთ, რომ ეს განცხადება არის სრულიად არასერიოზული და ასეთი არასერიოზული განცხადების გამკეთებელი კაცი როგორ შეიძლება ვინმე სერიოზულად მიიჩნიოს? ხვალ გამოვა და იტყვის, რომ პროკამბოჯური ხელისუფლება ვართ, რა უნდა საოცრებაა. ესეთი არასერიოზული მე არაფერი მინახავს და თქვენ შეგიძლიათ ხშირად იმეოროთ ჯო ვილსონის არასერიოზული ციტატები. სახელმწიფო დეპარტამენტი ეთანხმება ჯო ვილსონს. ხო. ფრონტერასთან რაიმე კავშირი გაქვთ თქვენ? არა. გარდა იმისა, რომ საქართველოში მუშაობდა და აგრძელებს გარკვეულ პროექტებს, ჩვენ არანაირი კავშირი, ყოველ შემთხვევაში ლობისტური კუთხით ჩვენ არავითარი კავშირი, საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს ამ კომპანიასთან. კარგი და ბოლო კითხვას დაგისვამთ, ეს უკვე ეხება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. რამდენიმე საათში სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი შეიკრიბება და მონიტორინგი ეხება მაქარაშვილი და სხვების საქართველოს წინააღმდეგ საქმეთა ჯგუფს. როგორ იმართლებს თავს საქართველოს მთავრობა მინისტრთა კომიტეტისთვის გამოგზავნილია დოკუმენტები, სადაც ოცნების ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღასრულებს, ხალხს კომპენსაციას უხდის და უფრო მეტიც ადმინისტრაციული დაკავებები ისეთი სიხშირით აღარ იქნება, როგორც წლების წინ. შეგიძლიათ ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოს საქმე ისე გაუხდეს, რომ მაქარაშვილთან იმართლოს თავი. არასერიოზულ რაღაცებს მეკითხებით და არ გვინდა. თავშია, მაქარაშვილი თავში. ეს ნახეთ რამდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, საქართველოს არასოდეს იმართლებს თავს მაქარაშვილთან, რომელიც წავიდა უკრაინაში და იქ რები აკეთა კიდე მაგაზე ბევრი ჯორმართალი არსებობს. თავის სამართლებელი გაქვთ ევროპულ? არავითარ შემთხვევაში რამდენი ასეთი საქმე წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, ყველგან გაიმარჯვა საქართველო. ყველგან გაიმარჯვა საქართველომ და თავი უნდა იმართლოს. ეს ძალიან კარგად იცის. თავი უნდა იმართლონ იმათ, ვისაც ჰქონდა რევოლუციის ხუთი მცდელობა ჩვენს ქვეყანაში გასული 4 წლის განმავლობაში. მადლობა. მე მეკითხება კითხვა თუ შეიძლება მოგესალმებით, რომ დაბულაშვილი ტელეკომპანია პოლიტრენუსი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მეკითხება კითხვა დაგეკეთე გუში ჩაუყოშვილის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ ის პარტიების მონაწილეობას, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან არ იქნებიან აკრძალული. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე პარტიის მისამართით არსებობს საარჩევანი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია. ხო, აი, როგორ ფიქრობთ, 2028 წელს რა მოცემულობით შეიძლება შეწყდეს ზოგადად პოლიტიკური სპექტრი არჩევნებს, იმიტომ რომ თუ პირობითად ეს 4-ვე პარტია იკრძალება, რომლის მისამართითაც არსებობს საარჩევანი, როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანი იქნება მაშინ ეს არჩევნები? მოკლედ, თქვენი პოზიცია არის რა მოგვიყვება? დიახ, მე მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ელჩი, თორსებით ეგნანი იყო, გამოვიდა რამდენიმე წლის წინ და ასეთი ფრთიანი ფრაზა თქვა, რომ დემოკრატიები პარტიებს არ გძალავენ. ასეთი რაღაც საოცრება თქვა. ესეც მორიგი არასერიოზული, ბატონო? ამერიკის საელჩოსთან ქარდი. უარესი, საელჩოს ქარდი ყოფილა კიდე უარესი, ხო? მაშინ, როდესაც აი წარმოგიდგენთ რაღაცები არის, რაც მათემატიკური სიზუსტით დგინდება, ხო? როდესაც ვიღაც გეუბნება ამერიკის საელჩო ქარდით გეუბნება, რომ დემოკრატიები პარტიებს არ გძალავენ, ხო? ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აქვს პრაქტიკულად კონსტიტუციური ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ პარტია თუ არის არაკონსტიტუციური თავის შინაარსით შეიძლება და უნდა აიკრძალოს. და ასე დროს ამერიკის საელჩო ყოფილი ადმინისტრაციის ქვეშ გამოდის და ასეთ არასერიოზულ განცხადებას აკეთებს. ამას მოყვა შემდეგ რა? გავიხსენოთ რა მოხდა უკრაინაში და მოლდოვაში. უამრავი პარტია აიკრძალა, მათ შორის მოლდოვაში აიკრძალა ერთ-ერთი პარტია, რომელიც იყო წამყვანი ოპოზიციური ძალა, უკრაინაში აიკრძალა
უამრავი პარტია 12 თუ არსები პოლიტიკური პარტია აიქცელა ერთბაშად და მე ამაზე აღარ გაუკეთებია ამერიკის საელჩოს წინა ადმინისტრაციის პირობებში არავითარი განცხადება რომ დემოკრატიები თურმე დემოკრატიებიც ასე ვთქვათ გრძალავენ პარტიებს სამართალში მოქმედებს ასეთი კონცეფცია ეს არის თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის კონცეფცია რაც ნიშნავს იმას რომ თუ კონკრეტული ძალები პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას მათი ადგილი ამ დემოკრატიულ სისტემაში ვერ იქნება, ხო? დემოკრატიას თუ უპირისპირდები, რა გინდა იმ დემოკრატიაში. და ზუსტად ამას ეფუძნება ეს კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, თან აქ არის საინტერესო მოცემულობა. ხო, არის ორი მხარე არსებითად, ეს არის ქართული ოცნება, მართული პარტია და მეორე მხარე არიან ეს პარტიები. ეს პარტიები, ეს 4 პარტია აცხადებს, რომ ჩვენ ვართ არალეგიტიმური. როგორც საშინაო პოლიტიკური, ისე საგარეო პოლიტიკური კუთხით. საშინაო პოლიტიკური კუთხით იგულისხმება ის, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნებს, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს შემდეგ უამრავი სხვა რამ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკური ლეგიტიმაციას, ისინი აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ არათუ პრორუსული და ეს შემდეგ, ჩვენ ვართ რუსული ძალა პირდაპირ გარედან მიმართებით და ეს შემდეგ. ანუ ერთი მხარე, როდესაც მეორეს უწოდებს არაკონსტიტუციურს, არალეგიტიმურს, ხო? ასეთ დროს უნდა გაირკვეს, ან ერთია არაკონსტიტუციური, ან მეორე. და ჩვენ მიგვაჩნია რომ სწორედ ისინი არიან არაკონსტიტუციურები, რაც ბევრი რამით დაადასტურეს, მათ შორის იმით, რასაც აკეთებდნენ 2012 წლებში, როდესაც კონსტიტუციური წესრიგი თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელეს, ეს ეხებოდა ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, ბიზნესის რეგეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას და იგივე შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, მათ ოპოზიციურ საქმიანობაზე, მათ შორის იმაზე, რომ ისინი ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ხო, ამაზე მეტი საბოტაჟი დემოკრატიული სისტემის მიმართ არ არსებობს. ასეთ დროს ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცამ უნდა გაარღვიოს, ვინ არის სინამდვილეში, რომელი მხარეა ამ ორიდან არაკონსტიტუციური. მართველი პარტია თუ ეს 4 ოპოზიციური პარტია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია თავის შინაარსით ეს 4 პოლიტიკური პარტია, ამასე იმშელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. არათუ ლეგიტიმური იქნება ასეთ პირობებში, ასეთი განვითარების პირობებში 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები ბევრად უფრო ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემას დაუდებს ასეთი არჩევნები საფუძველს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლდება ასეთ შემთხვევაში ჩაგეტილი წრიდან რასაც თავი ვერ დააღწია ქვეყანამ ამდენი წლის განმავლობაში და თავი ვერ დააღწია მათ შორის უხეში გარე ჩარევების გამო. ამიტომ აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები ნებისმიერი სცენარის პირობებში. არა, ამაზე მე ჩემი მიდგომა მაქვს, თვეში ერთხელ ვიკრიბებით, ეს არის სტანდარტული, ასე ვთქვათ, პერიოდულობა, თუმცა უფრო ხშირადად შევკრებილი ვართ. ეს არის ჩემი მიდგომა გამომდინარე იქიდან, რომ თქვენიც დისტანციურადაც მუშაობს საქართველოს მთავრობა, მთელი რიგი სამართლებრივი აქტების უმრავლესობა პრინციპში დისტანციურად მტკიცდება და ობიექტურად მთავრობის შეკრების საჭიროება არსებობს დაახლოებით თვეში ერთხელ, როდესაც გროვდება უშუალოდ ხდომაზე განსახილველი საკითხები. თუ პიარული თვალსაზრისით არის ასეთი ინტერესი, შეგვიძლია ვთხოვოთ მინისტრებს და მთავრობის ხდომის გარეშეც დადგებიან ბრიფინგზე, მათ არ აქვთ კომუნიკაციის პრობლემა. ძირითადად ახლა მით უმეტეს გაზრდილია როგორც ჩანს აქციო კაპიტალი სავალდებულებებით რაც ნიშნავს იმას რომ კომპანიებმა აიღეს სესხები რაც ჩაითვალა ინვესტიციაში. თუ უყურებთ უფრო დეტალურად ამ სტატისტიკას, იმიტომ რომ ქვეყნები ძირითადად არ იცვლება, სექტორები არ იცვლება, არის ფინანსური სექტორი და ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკულ ბიზნესმენი ირაკლი რუხაძესაც კი აქვს ნათქვამი, რომ კიო ინვესტორების თავში წერია ინგლისი და ჰოლანდია, მაგრამ ინგლისელი და ჰოლანდიელი ინვესტორი მე საქართველოში არ მინახავს. რეალურად რეალებს ისევ ჩვენი ფულიო.
თქვენ თუ შეგიხედავთ ასე FDI სტატისტიკას. მე გეტყვით, ანუ რა თქმა უნდა, კი. ხედავთ სად არის პრობლემა, რატომ არ ჩანს ახალი ინვესტორები ნამდვილები და რა. რეინვესტირების წილი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ცხოვრ ინვესტიციებში არის საკმაოდ დიდი, თუმცა ასეთვე დიდი იყო შარშანაც, მაგრამ საბოლოო ჯამში თანაფარდობაა მნიშვნელოვანი, ხო? ამ ყველაფრის გათვალისწინებით შარშანაც დიდი იყო რეინვესტიციის წილი, წელსაც მაღალია. და ჯამში გვაქვს 47%-იანი ზრდა შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია. მე გეთანხმებით, რომ კიდევ უფრო მეტად არის სამუშაო ინვესტორების მოსაზრდად, რაც თავრობა რეალურად ძალიან აქტიურად მუშაობს, ხო? რაც წინთ ზოგიერთებს, მაგალითად, ემარის Eagle Hills-ის ინვესტიცია განსაკუთრებულად ეწყინათ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს და მთელი აქციებიც კი მოაწყვეს, ასევე დიდად არ ესიამოვნათ არც ტეზერის შემოსვლა საქართველოში და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ მუშაობთ ინვესტორებთან აქტიურად, როგორც ხვილ განსაკუთრებულად ხვილ ინვესტორებთან, ხვილ საშუალო მასშტაბის ინვესტორებთან. ეს არის მუდმივი პროცესი და მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო ერთ წლის განმავლობაში ამ კუთხით საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული, მათ შორის ინსტიტუციური ცვლილებებიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი იცვლება იმ ფონზე, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს სტაბილური ეკონომიკური პროცესები, ინვესტორების ინტერესი ბუნებრივადაც იზრდება და ეს ყველაფერი ოპტიმისტურად განგვაწყობს ინვესტიციების შემდგომ ზრდასთან დაკავშირებით. სადნახეთ ჰოლანდიელი და ინგლისელი ინვესტორიო, ესეც გითხრათ. არა, ეს რაზეც საუბრობს ბატონი ირაკლი რუხაძე, აქ საუბარია იმაზე, რომ რეინვესტირება ხორციელდება კონკრეტულ შემთხვევაში. ან თავის დროზე შემოვიდა, ანუ სადნახეთ აქ რაზეა საუბარი, თავის დროზე დიდი ბრიტანეთი არის ტოპ ინვესტორი ქვეყანა, ხო, მაგრამ რეალურად მაგალითად ბანკებში არა სინამდვილეში არა მარტო ეგ არ არის ნახეთ მაგალითად ბანკებში არიან მსხვილად წარმოდგენილი მათ შორის ბრიტანელი ინვესტორები და ისინი როდესაც რეინვესტიციას ახორციელებენ ეს აისახება როგორც პირდაპირ უცხოური ინვესტიცია მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ბრიტანელი ინვესტორი აქ არ არის ზრდით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვართ მაგრამ არ დაკმაყოფილდებით ამითაც იმიტომ რომ მუდმივად უნდა იმატებდეს ინვესტიციების მოცულობა ჩვენს ქვეყანაში მესტის გამრიცხველიანებაზეც მინდა გითხრათ მამკომ დინარაძე პირველ ფილმის ბრიფინგზე თქვა რომ წინააღმდეგობრივი მოძრაობის გამო არ ხდებოდა წლების განმავლობაში გამრიცხველიანება და ამიტომ თითოეული აბონენტიო სწორედ იმიტომ რომ იქ მიტაცება ხდებოდა ელექტროენერგიის და კრიპტოფერმები უგუნებდნენ უფასოდ დამატებით ლარნახევარს იხდიდით კიდე როცა დენის გადასახადი მოგვდიოდა შეგიძლიათ დაბი კონკრეტულად წინააღმდეგობრივ მოძრაობაში ვინ ან რა იგულისხმება ეს ერთი და ასევე მინიმუმ 2020 წლიდან ამის შესახებ ინფორმირებული იყო ხელისუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, იცოდა სემიკმა, განცხადებებს აღწევდა ენეგროკოპრო ჯორჯია. ბოლოს მესტიელებმა თქვენი ყურადღება ხელისუფლების როგორ მიიქცეს, ხატზეც დაიფიცეს, მოდის ამ ხარში მაინც გამოვჩოთ მაინერებიო, მაგრამ 2026-მდე არაფერი პრობლემის გადასაჭრელად არ გაკეთებულა. რატომ? გადაშლიდათ ან ვიხელს? მე მახსოვს მე პირადად პირველი აქტიური განხილვა ამ საკითხის ჰქონდა დაახლოებით წელიწადის და 2-3 თვის წინ. მაშინაც იყო გარკვეული დავალება გაცემული, ვერ მოხერხდა. თუმცა დღეს ვართ საკმარისად მომაგრებული იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა გავიტანოთ. მე სახელმწიფო არის თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა? არა სახელმწიფო ყოველ შემთხვევაში ჩემთვის პირადად თუნდაც ამ წელიწად და 2-3 თვის წინ ეს არ ყოფილა მიზეზი რომ ვინმე მფარველი ყავდა ამ კრიპტო მაინინგს ხო ეს არ იყო მიზეზი ჩვენ ძალიან ბევრი საგადროცვლილებაც განახორციელებთ მათ შორის ძალოვანი მიმართულებით შევცვალეთ თლიანად მიდგომები დამოკიდებულებები და სახელმწიფო დღეს არის ძლიერი თქვენ გახსოვთ რომ როდესაც გეტყვით ვისაც არ ეზარებოდა ყველა ცდილობდა საბოტაჟს ამ ქვეყანაში კონკრეტული შემთხვევა იყო როდესაც ინვესტორს გამოუყვანეს მოსახლეობა და ვიცით ვინ გამოუყვანა მოსახლეობა მიზანი იყო წელში ჩაჯდომა
იყო შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიის რაღაცა ჩართულ კომპანიებს ჰქონდათ ინტერესი ჰესი არაშენებულიყო და ისინი წამობილიზა. ძალიან ადვილია საქართველოში, უცბად შეგიძლია 50 კაცი დაამობილიზო და ჩაშალო სხვადასხვა ტიპი ადვილი იყო, ჩაგეშალა ასეთი ტიპის პროექტები, აღარ არის ეს ადვილი. ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხრება ყველა მიმართულებით. იქნება ეს კორუფცია, საბოტაჟი თუ ნებისმიერი სხვა, სახელმწიფო დღეს არ იყო. ჯერ კიდევ წელიწადი 2-3 თვის წინ ასე არ იყო. დღეს და ამაზე პირადად მეც ვარ პასუხისმგებელი, დღეს არის სახელმწიფოს საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, ნებისმიერ ლობის, ფარველობას და ასე შემდეგ, უკომპრომისო დღეს სახელმწიფოს იმის ძალა და ფუფუნება აქვს, რომ იყოს ბოლომდე უკომპრომისო და ისე რომ არ დააზიანოს რაიმე გვერდითი ასე ვთქვათ მოვლენებით ინტერესები, ხო? სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე პრინციპულად ადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ხდება მაგალითად კრიპტომაინინგს, როცა დაახლოებით 20 მილიონი ლარის ელექტროენერგიას იპარავდნენ მაინინგის საფუძველზე. ანუ საბოტაჟს ვერ კი სახელმწიფო საკმარისად ძლიერი არ იყო საბოტაჟის მიმართ. ვერ იყო საკმარისად ძლიერი, დღეს არის. ყოველ შემთხვევაში ნახეთ, მე არ ვიცი, თუმცა ჩემთვის არასდროს არც წელიწადნახევრის წინ და არც დღეს ჩემთვის ფარველობას, არავის მიმართ ფარველობას არ აქვს არავითარი დატვირთვა. ფარველობა ვერ იქნება ასეთი ნაბიჯებიდან უკან დახევის მიზეზი ჩემთვის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ასე იყო, მაგრამ ეს ბევრმა რამემ განაპირობა, მათ შორის განაპირობა იმან, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ გამოდმებით, ჩვენ ხო შეგვეძლო მშვიდად გვეზრუნა ქვეყნის განვითარებაზე, სახელმწიფოებრიობის გამტკიცებაზე, მაგრამ ამ 5 წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ჩვენ თან გვიწევდა ამაზე ზრუნა. თან გვიწევდა რევოლუციის ხუთმცდელობასთან დაპირისპირება, 1000 უბედურება იყო, იქ შანტაჟი, საბოტაჟი, ევროპული ბიუროკრატია, კორუფციაც ამის გამოძახილი იყო. კი, ნახეთ. თქვენ 21-დან იყავით პარტიის თავმჯდომარე, როგორც მახსოვს, პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან საინტერესო აუდიტის დასკვნები იდებოდა ხოლმე და არ მახსენდება არც თქვენი, არც სხვა დეპუტატების მხრიდან ერთი კრიტიკული კითხვა, ან რატომ არ აშენდა ეს გზა დროულად, ან რატო აქვს პრობლემა ბაგა-ბაღებზე, აუდიტის დასკვნებში იწერებოდა თქვენ. მაშინ პოლიტიკური ნება იყო და დღეს გვეუბნებით, რომ უბრალოდ სუსტები ვიყავით. კიდევ ერთხელ რო განვაზოგადოთ, აი მე როგორც რო განვაზოგადოთ ცოტა, მე როგორც პარტიის თავმჯდომარეს იმდენი თავსათეხი მქონდა, რაც დაკავშირებული იყო ამ გარე ზეწოლასთან, შანტაჟთან, რევოლუციებთან და შემდეგ, რომ ერთდროულად განა არ მეცალა. რთული იყო ერთდროულად რამდენიმე პრობლემასთან გამგლობა, როდესაც გარედან ამხელა მცდელობა ომში ჩაგითრიონ, შანტაჟი განახორციელონ, ზეწოლა განახორციელონ, თან მეორე თავსატეხი გაქვს, რომ ქვეყნის შიგნით რაღაცებს ბოლომდე მიყვე, განა არ მეცალა, მაგრამ ამის რესურსი არ იყო, მაგრამ დღეს პასუხისმგებელი ვარ ასე, რაც გუშინაც ვთქვი და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ ავიღოთ ბოლო შარშანდელი ივნისიდან პერიოდი. ივნის რატო ამბობ, იმიტომ რომ ივნისში დასრულდა არსებითად საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ შარშანდელი ივნისიდან პერიოდი და ნახოთ. კორუფციის ერთი ფაქტი თუ იქნება დაკავშირებული ზედადონის, ასე ვთქვათ, ზედაეშელონის პოლიტიკოსებთან, როგორც არიან მაგალითად პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, ერთ ფაქტს თუ ამოიღებთ კორუფციის, პირდებით რომ ყისიერად გვექნება უკომპრომისო რეაქცია ამ ყველაფერზე. პასუხისმგებელი ვარ, რაც ხდება შარშანდელი ივნისიდან. შენიშვნაზე არ არის, მაგრამ ნახეთ, აი აქაც როცა საუბარია ივანიშვილის განსაკუთრებულ რესურსზე, 2023 წლის დეკემბერში გახსოვთ, ჩვენ მქონდა მართული პარტიის ყრილობა, სადაც გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, მქონდა მიმართვა პარტიის წევრების და საზოგადოების წინაშე, სადაც მან პირდაპირ მინიშნება გააკეთა კორუფციასთან დაკავშირებით. და ამის შემდეგ რეალურად დაიწყო პროცესები,
რამაც მიგვიყვანა დღევანდელ შედეგამდე და ამ პროცესების შედეგია ის რომ მე თამამად შემიძლია კონკრეტული განცხადება გავაკეთო. აიღეთ შარშანდელი ივნისიდან პერიოდი, აი რაზეც სრულად შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო შარშანდელი ივნისიდან პერიოდი აიღეთ და თუ ერთ ფაქტს მოიტანთ კორუფციასთან დაკავშირებით, პრემიერთან, ministrებთან, ministris მოადგილებთან მიმართებით, აი პირადად ვარ პასუხისმგებელი. მათ შორის რა დაზოგეთ 700 მილიონს შეიძლება დაახსენოთ, მაგრამ მედია სხვა ფორმატში და BMG-ზეც თუ კი ბატონო. Ну, გნახოთ. ხო, თქვენ მარტივად ხართ, სადაც გსურთ. დებატებს არ გავურბივართ, თქვენ კარგად მოგხსენებთ. მთავრობა 73 მილიონით გზების მოვლა შენახვის სახელმწიფო კომპანიას ქმნის. გუშინ გახდა ეს ცნობა. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. დღეს განიხილება თან დაჩქარებული წესით არანაირი რეგულირების გავლენის შეფასება ამ კანონპროექტს არ ახდა, რათა დაგვენახა ელოდებით უფრო კონკრეტულად. შეგიძლიათ გითხრათ მინისტრ ჯორჯ არ გავუკეთებია კომენტარი, რატო გახდა საჭირო სახელმწიფო კომპანიის შექმნა, იმიტომ რომ ცნობილია სახელმწიფო კარგი შემსრულებელი და აღმასრულებელი მithumetes ბიზნესი მენი ვერ არის და რა უჭირდა სხვა კომპანიებს რომ ისინიც ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ დაახლოებით 30 მილიონი ლარი უნდა იყოს ამ კომპანიის წრიული ხარჯი და მას ახლა აკეთებდა კერძო სექტორი და რაღაცნაირად ეს უკვე Ну, ორმაგი ეფექტი იქნება ამ ინიციატივას. ერთი რომ ხარისხთან დაკავშირებით იყო მუდმივად პრობლემები, როცა კერძო კომპანიები იყვნენ ჩართული ამ მომსახურების გაწევაში, ჩვენ გვინდა შევქმნათ სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხის გარანტიაც იქნება და მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება, რა თქმა უნდა, ეს პროცესი. თან თავისი შინა ეს არ არის გზის დაგება, ხო, ეხლა გზის დასაგებად ბუნებრივია. მოვლა შენახვისის მე ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა, იმისათვის რომ ჩვენ გქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ იცით რომ ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე სტიქიურ პრობლემებთან გამკლავება და საჭიროა მათ შორის სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა და ამ კომპანიის შექმნა ჩვენ მოგცემს ასევე იმის საშუალებას რომ საკმარისად მობილიზებული გქონდეს ამ კომპანიის ქვეშ სპეცტექნიკა რომელიც საჭიროების შემთხვევაში სტიქიასთან გამკლავებისთვისაც იქნება გამოყენებული. ანუ ორმაგი ეფექტი იქნება რეალურად ამ ინიციატივას, ერთი რომ ხარისხი გაუმჯობესდება და დანახარჯებიც შემცირდება. ამ კომპანიას ნაკლები კონკურენცია პირიქით და ტენდერში მონაწილეობა უფრო მოხდებს ვიდრე აი ერთად შევინახეთ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა კერძო სექტორის ჩართულობას და საჯარო სექტორის ჩართულობას განსხვავებული ასე ვთქვათ დატვირთვა აქვს და პლუს მინუსები აქვს ერთსაც და მეორესაც, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავაგვირდეთ ამ კომპანიის მუშაობას. ბუნებრივია კერძო კომპანია უფრო მაღალი მოგების მარჟით მუშაობს, სახელმწიფო კომპანია სხვანაირად იმუშავებს, რაც შეება ხარისხს შეგვიძლია ერთად დავაგვირდეთ, რამდენად ხარისხიანი იქნება ამ სახელმწიფო კომპანიის საქმიანობა, რაც შეეხება კერძო კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციაც იყო, ყველაფერიც იყო, ფასებით შედარებით მაღალი იყო, ხარისხი არ იყო სამწუხაროდ უზრუნველყოფილი. უხარისხო დასრულებდნენ სამუშაოებს. არ ვიყავით კმაყოფილი ხარისხით კი. და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სახელმწიფო კომპანია უკეთესად არის. მე ასე მგონია და ერთად დავაგვირდეთ, ასე მგონია და დავაგვირდეთ ერთად პროცესებს. ახლა ტექნიკური ხარი არ ვიცი, მაგაში არ ყოფილა ჩართული. კარგი, კიდევ ერთი თემა უცხოელთა და მოქალაქეობის არმონიზაცია საქართველოში ყოფნის, სწავლების, ბინადრობისა და მიგრაციის პროცესების რეგულირების ახალ წესებს აწესებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცვლილების მიზანია მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა. და მთავრობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალურ კვოტებს დაადგენს. როგორც ვიცი, რამდენიმე წუთის წინ აიტვირთა ეს კანონპროექტი პარლამენტზე და პარლამენტის ვებსაიტზე და იქ საუბარია იმაზე, რომ ეს კვოტების დადგენა შეეხება კერძო უნივერსიტეტებსაც. პირველ რიგში კერძო შეეხება. შენ გითხრას განათლების დრო კერძოებს არაო. მოგვიყავით თქვენ ეცედება ყველაზე კარგად. ნახეთ მიდგომას რაც შეეხება, ანუ პირველ რიგში რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს სტანდარტი 5%-იანი სტანდარტი და მივყვებით 5%-იან სტანდარტსაც, ჩვენ ვთქვით, რომ უარსო მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო დამატებით შემოსავალი სახელმწიფოსთვის, ჩვენ გვაქვს პრინციპი, რომელიც ასახული იყო განათლების რეფორმის კონცეფციაში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ამოცანების შესრულება უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და ბიზნესი უნდა აკეთოს ბიზნესმა, ანუ კერძო უნივერსიტეტმა. ეს არის პრინციპი, ასევე ვითვალისწინებთ 5%-იან სტანდარტს, შესაბამისად ვამბობთ რას, რომ ჩვენ
იმისათვის იქნება ეს ზღვარი დაწესებული 5%-ს არ ავსდებით, როდესაც საუბარია კვოტებზე. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, აქ იცით პროცესი როგორ წარიმართება, არსებობს ავტორიზაციის პროცედურები და ავტორიზაციის პროცედურების მიხედვით მიენიჭება კვოტები კონკრეტულ უნივერსიტეტებს. ეს იქნება სტანდარტული პროცესი, რომელიც აქამდეც ასე იყო დადგენილი და ასე იქნება უზრუნველყოფილი ეს პროცესი მომავალში. ეს ხელით აქამდეც ესია, ანუ კვოტებს ანიჭებს ავტორიზაციის პროცედურების საფუძველზე სახელმწიფო კერძო უნივერსიტეტებს. აქამდეც ასეა. ანუ არსებითად არაფერი იცვლება. საფუძველზე რასაც რა კომენტარებიც კეთდებოდა, იმიტომ რომ კანონ პროექტი ამ დილამდე არ იყო, მოლოდინი არის ის, რომ ეს კერძო უნივერსიტეტებს გაუთხოვეს ფინანსურ მდგომარეობას, საგრანტოს წესი გაუქმდა, ისინი საერთოდ ვეღარ იღებენ შემოსავალს ამ სახელმწიფოსგან და შესაბამისად უცხოელი სტუდენტების პირიქით ნახეთ ჩვენ შარშან კონკრეტული მიზეზების გამო ქონდა ერთგვარი მორატორიუმი გამოცხადებული კერძო უნივერსიტეტებისთვის უცხოელ სტუდენტებზე კვოტების გაზრდაზე. ანუ ერთგვარი მორატორიუმი იყო შარშან, ეს ხო ჩემი გადაწყვეტილება, მათ შორის იმისათვის, რომ სისტემა დაზღვეული ყოფილიყო კორუფციის რისკებისაგან. მორატორიუმი გამოცხადდა, გარკვეული პროცესები არ მოგწონდა, ამის გამო გამოცხადეთ მორატორიუმი. შესაბამისად დაგროვილიც არის ახლა რესურსი კერძო უნივერსიტეტებში. შესაბამისად წელს რეალურად გაიხსნება კვოტების გაფართოების პროცესი. რეალურად ესე იქნება. პირიქით წელს გაიხსნება კვოტების გაფართოების რესურსი და შედეგებსაც იხილავთ უკვე მანამდე. არა, მთლიანობაში გაიზრდება კვოტები, რამდენით როგორ ეს იქნება დამოკიდებული ავტორიზაციის პროცესზე. ძალიან დიდი შემოსავალი შემოაქვს უცხოელი სტუდენტების შემოსვლას ეკონომიკაში. კი, მთლიანობაში საკმაოდ დიდი 1%-ზე მეტია წილი ჩვენს ეკონომიკაში უცხოელი სტუდენტების და შესაძლებელია რომ 2-3 წლიან პერიოდში 2%-მდეც კი ავიდეს ეს წილი. ანუ ძალიან დიდი რესურსი აქვს სწრაფი მატების ამ სექტორს. შესაბამისად ეს რესურსი არის სასათვისებელი და აქ რა თქმა უნდა არავითარი ასე ვთქვათ უხეში პრაქტიკა არ იქნება შემოყალიბებული. მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი ნახეთ ანუ არალეგალებს მე რამე ვარ შემეშალოს მე რამდენადაც ვიცი ეს კანონპროექტი არსებითად ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და შემდეგ განზოგადებულად განავრცეს მისი შინაარსი მთლიანად სისტემაზე. ანუ ჩემი ინფორმაციით რამე ვარ შემეშალოს, იმიტომ რომ ამაზე ქონდა მოგლე საუბარი, ჩემი ინფორმაციით დაინიცირდა ეს კანონპროექტი იმისათვის რომ მოწესრიგებული იყოს საკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და შემდეგ არასწორად განზოგადა ეს საკითხი. რეალურად კიდევ ერთხელ პროცესი იქნება ასეთი. ჩვენ ვიზღუდავთ კვოტებს სახელმწიფო უნივერსიტეტების ნაწილში, ვიკეტებით 5%-ზე, რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, აქ ავტორიზაციის პროცედურების ფარგლებში გადანაწილდება კვოტები, მათ შორის უცხოელი სტუდენტების მიმართულებით. კი ბატონო. როდემდე ელოდებით, აი მაქსიმუმი რა არის, როდესაც სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ვერ თანხდებით რაღაც დეტალებზე, რაღაც პირობებზე და მზადვართ გამოვაცხადოთ ახალი საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა. ასე ვიტყოდი, რომ წესით მაქსიმუმ თვის ბოლომდე ამ საკითხზე, კი, ივნისის ბოლომდე მაქსიმუმ წესით ჩვენ გაგაცნობთ სიახლეს ამ თემასთან დაკავშირებით. მაქსიმუმ თვის ბოლომდე. გაზის კონტრაქტზეც მინდა კითხო და უცილებლად ბატონო ირაკლი, ბევრჯერ დავსიტყვით ხომ, მაგრამ აუცილებლად კონკრეტული პასუხები მივიღეთ. თავარ კითხვაზე მაინც გასაგებია ფასს არ გვეუბნებით და შეიძლება ვერ, მაგრამ 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს 2026 წლის შემდეგაც საქართველოს მიიღებს შეღავათიან ფასს. კი, ნახეთ. თუ სოკარისგან, რადგან სოკართან მე არ ვიცი ხომ დეტალში შეიძლება შევიდეთ თუ არა, მაგრამ კიდევ ერთხელ რაც შეეხება თავარ არს, ხო, იყო 20 წლიანი ხელშეკრულება, რომელსაც ვადაეწურებოდა წელს. ეს 20 წლიანი გადაგრძელდა 20 წლით, მოცულობა არ შეცვლა. ანუ იგივე, კი, 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი საქართველოში შემოვა ამ 20 წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ეს არის გარანტირებული მოცულობა და ფასი იქნება ისევ სოციალური, როგორც მანამდე იყო დადგენილი. მომავალ წელსაც და მომავალ წელსაც უთმობს თუ არა საქართველოს აზერბაიჯანს
ეგრეთ წოდებულ ჩვენ წილ მილს იმისთვის, რომ აზერბაიჯანმა შეასრულოს თავისი ვალდებულება და ევროკავშირს მიაწოდოს უფრო მეტი გაზი. ამის შესახებ ძალიან შემთხვევით გავიგეთ ჩვენ გაზზე საუბრობთ, შახტენისზე? გაზი. მილსადენი ჩვენ არ ვიღებთ გაზს, იმიტომ რომ აზერბაიჯანმა, რათა აზერბაიჯანმა მიაწოდოს ევროკავშირს გაზს და მე რაღაცა უცნაურად დავკავშირეთ, ბევრი ინფორმაცია ამაზე არ გვაქვს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ იყო სუსმა გამოძიება დაიწყო, ლევან დავითაშვილი იყო დაბარებული და საქმე შეეხებოდა რაღაც გაზის კონტრაქტს, გაფორმებულ ხელშეკრულებას და კითხვები იყო ხომ არის ზარალა საქართველოს და რა კავშირში არის. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რაც შეეხება შახტენის სამი ძირითადი მიმართულებაა, ხო, როდესაც ჩვენ საუბრობთ აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებაზე, ტრანზიტზე, იმპორტზე და ტრანზიტზე, არის შახტენისი, არის ეს 20-ლიანი ხელშეკრულება და არის კიდევ მესამე ხელშეკრულება, რომელიც ძალიან კარგი პირობებით აქვს ასევე საქართველოს. მთლიანობაში ჩვენი შეთანხმება შეეხებოდა სამივე მიმართულებას და ქვეყანა მიიღო იდეალური პირობები, ისე რომ მოცულობები, მაგალითად შახტენისთან დაკავშირებით თუ ზოგადად მოცულობები გაინტერესებთ, მოცულობები არ შემცირებულა პირიქით გარანტირებული მოცულობა გაეზარდა ქვეყანას, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი მიღწევა. ანუ საქართველოს გაეზარდა გარანტირებული მოცულობა, რასაც მიიღებს აზერბაიჯანიდან იმპორტის სახით. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ამ შეთანხმების და ამისათვის, არა, მილსადენის სტრატეგიული ობიექტია, მილსადენი, ნახეთ, ეს დეტალები არ ვიცი მე ამაზე საუბარი შემიძლია თუ არა. ნახეთ, მე არ ვიცი, ეს არის სუსის, მე შეიძლება ყველაფერს ვიყო ინფორმირებული, მაგრამ სუსი როცა აწარმოებს გამოძიებას, მხოლოდ სუსს შეუძლია ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება. მთლიანობაში კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მივიღეთ იდეალური პირობები, ამისათვის ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის აზერბაიჯანულ მხარეს, რომლის მიდგომა იყო მეგობრული, არა მარტო პარტნიორული. მოლაპარაკებებში არამედ იყო მეგობრული და მათ ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა ასეთი მეგობრული მიდგომისთვის.